ძვირფასო ეგრეთ წოდებულო კანონის უზენაესობის მოყვარულებო. უკვე 365 დღე გავიდა კატარგეითის გამოაშკარავების შემდეგ. და რა გააკეთეთ ამის საპასუხოდ? არაფერი. რა გააკეთეთ ევროკომისიის ვაქცინაციის სკანდალის საპასუხოდ? არაფერი. მომიტევეთ, შევცდი. რასაკვირველია, თქვენ ძალიან ბევრი რამ გააკეთეთ. მაგალითად, უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში დაკავებული იყავით პოლონეთის მთავრობაზე მუდმივი თავდასხმებით. თქვენ კანონის უზენაესობაზე ლექციებს გვიკითხავთ, როდესაც კორუფციის უზენაესობაში თავად ხართ ჩაფლული. სწორედ თქვენი გუნდის წევრებს აკავებენ კორუფციის ბრალდებით. ნუ თუ თქვენ მართლაც ცდილობთ ტრამპს, ბოლსონაროს და მილეის კანონის უზენაესობის შესახებ ლექციები წაუკითხოთ. მთელ კონსერვატორულ სამყაროს არიგებთ ჭკუას, როდესაც კორუფციის ბრალდებით სწორედ თქვენს ხალხს აკავებენ. თქვენ არ გაქვთ უფლება ჩვენ რაიმე გვასწავლოთ. თქვენ არ გაქვთ უფლება აგვიხსნათ თუ როგორ მუშაობს დემოკრატია. სწორედ ამიტომ გვკვირდებით, რომ თქვენს მემარცხენე იდეოლოგიას შევებრძოლები, ვიდრე არ გავიმარჯვებთ. და ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.